აჰა. ელენე ხელი გაქვთ აწეული და თუ გინდათ კი, რაიმე გაზიარება სიამოვნებით მოგისმენთ. ხო, ანუ ის არის ჩემი ხმა ისმის წეღან ვფიქრობდი ხო არ თქვენს მეთქიდია. თუ სწორად მივხვდი შეკითხვას, ხო, ანუ რა შთაბეჭდილება დაგვიტოვა ამ მონაკვეთმა, როცა პროფესორზე ვსაუბრობდით, ხო? მე წიგნი არ მაქვს წაკითხული. მოკლედ წავიკითხავ რა თქმა უნდა და ველოდებოდი ამ შეხვედრას. და მე რაც დამიტოვა სხვათა შორის, ხო, პირველი არის ის, რომ მე მაქვს რაღაც კარგახნით ადრე ჩამოვიყალიბე ჩემთვის ეს ფიქრი, რომ არასდროს დავეყრდნო ხოლმე სხვის ნათქვამებს და სხვის შეფასებებს თუნდაც მოსწავლეზე მით უმეტეს, ხო? და ვფიქრობ ხოლმე, რომ მოდი ჩემი დამოკიდებულება გამიჩნდეს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ეტაპობრივად, ანუ მერე და მერე მივხვდი, რომ ეს თურმე კარგი ასე რომ ვაკეთებ. არ მიყვარს ხოლმე რომ რაღაც სხვისი მოსაზრებებით მე ეს მოლოდინები შევიქმნა ან რაღაცა წარმოდგენები შევიქმნა ადამიანზე მით უმეტეს და თან მოსწავლეზე. ეს მდგომარეობა პროფესორის, რომელიც მას ბუნებრივად ქონდა, თუმცა ხო არა ასე ვთქვა ჯამრთელი ამბავი კი არ იყო, მისი რაღაც პრობლემა იყო ჯამრთელობის, რომ ეს 80 წუთიანი მეხსიერება ქონდა მას, მაგრამ საოცარია, რომ აი ეს მდგომარეობა ადამიანისთვის, ანუ მოსწავლეთან ურთიერთობაში, ალბათ ძალიან ბევრი დადებითიც ექნებოდა. ნუ შეიძლება ჰქონოდა რაღაც თავის უარყოფითიც, არ ვიცი ეს წიგნში ჩანს თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითიც ექნებოდა, იმიტომ რომ შეიძლება ყველა ნიუანსმა თავიდან მოქცეს აღფრთოვანება, ყველა აღმოჩენამ ამ მოსწავლისგან რაღაც მიღწევებმა კიდევ და ანუ ის ემოციები რაც ბავშვს ჭირდება, ხო, რომ ისით აღფრთოვანდე, კითხვა დაუსვა, როგორ გამოუვიდა, რაღაც შექებაც არ დაიშურო, ანუ ყოველთვის ფრეშია რა, სულ ახალია და ახალ-ახალი ემოციებია. ალბათ ეს დამაფიქრებელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად დავფიქრდი, რომ პირობითად რო ავიღოთ რაღაც წინა დღის ემოციაც კი შეიძლება რომ ასე ვთქვა დაივიწყო მეორე დღეს როცა იწყებ ურთიერთობას ისევ ამ ბავშვებთან, ვისგანაც ელოდები სიახლეებს და სხვათა შორის ამასაც ვიტყვი, რაც ბოლო პერიოდში ჩემ თავს შევამჩნიე, ცუდი ის არის და რაც მინდა რომ არ ვიცი, ეხლა ამ ერთ წელსაც ვაძლევ ჩემ თავს გამოცდას რა. რაც შევამჩნიე ჩემ თავს, რომ მე მგონი ნინო თქვენთან ვისაუბრე შეიძლება ამაზე, რომ გაკვეთილის ჩატარების პროცესში ვკარგავ იმ განცდას, რომ აქ ვარ, ახლა და შევირგო ეს სიამეები, მეც და შევარგო ბავშვებსაც. რატომაც ჩემი ტვინი იწყებს მუშაობას უფრო რეფლექსიურად, გაკვეთილის პროცესში, ეს ასე კი არა, იქნება ასე უნდა მექნა, ამისთვის იქნება ეს უნდა მომეტანა, ეხლა ის რო იქ დამჯდარიყო ხო არ ჯობდა და და ეს ხელს მიშლის, რომ ბავშვებთან ერთად განვიცადო აღფრთოვანებები მათი აღმოჩენებით. აი გამექცევა ხანდახან ხოლმე ხელიდან. ხო, როგორც ინსტრუმენტი, აი ეს პროფესორი გთავაზობთ ესეთ სამარჯვს 80 წუთიანი თუ რა 45 წუთიანი მეხსიერება და იქ ყოფნის სრული განცდა, აი გაკვეთილზე და იქ, ხო და ეს შეგიძლიათ გაიყოლოთ როგორც საინტერესო მეტაფორა. კი ბატონო, ალბათ ჩემთვის მაგ კუთხით გაცილებით ის იქნება საინტერესო. მადლობა გაზიარებისთვის. კიდევ ჩატში ჩაიხედოთ ხოლმე საინტერესო რაღაცებს იწერებიან და მარიკას აქვს ხელი აწეული. მარიკა გისმენთ ისი გაზიარება გსურთ? მოგესალმებით. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ერთი დეტალი მახსენდება, ეხლა ცოტა ხნის წინ ცოტა ადრე წავიკითხე, ყველა დეტალი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ეს, რომ მას აქვს ჩაწერილი სახელი მისი. ბავშვის სახელი და ასევე იმ ქალბატონის, რომელიც მას ემსახურება. მიუხედავად, ამან რაზე გამიყვანა, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ აი როგორც თქვენ ახსენეთ, რომ პირველი მართლაც ყოველი შეხვედრა მასთან, ამ ბავშვთან იწყება თავიდან, იმიტომ რომ მას მეხსიერება არ აქვს და ეკარგება, ასე ვთქვათ, ის მოგონებები და თავიდან იწყებს. თუმცა აი სახელი რომ
რაღაცნაირად მიწერილი აქ ესეც გარკვეული მინიშნებაა ჩემთვის პირადად რომ ადამიანი მაინც რაც არ უნდა ვისურვოთ თქვათ ჩვენ მაინც რაღაც მოცემულობაში ვართ ასე ვთქვათ მოქცეული და მიუხედავად ჩვენი სურვილისა რომ თავიდან შევხვდეთ რაღაც ეს მოგონებები რომელიც ჩვენში მაინც არის ამას ვერ გავწდები თუმცა რაღაც გამოცდილება თუნდაც ჩვენი დღევანდელი საუბრის იქნება თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ეს შთაბეჭდილება გვაძლევს შესაძლებლობას რომ როგორც პროფესორი აძლევს შესაძლებლობას ან საკუთარ თავსაც და ბავშვსაც რომ თავიდან გაიცნოს, თავიდან შეხვდეს და ამის შესახებ ბავშვმაც იცის და მშობელმაც რომ მას ავიწყდება და ყოველი მათი შეხვედრა თავიდან დაწყების ასე ვთქვათ უფლებას აძლევს მათ და არანაირი ბავშვისთვისაც მე მახსოვს დედა ასწავლის ერთგვარად თანაგრძნობასაც შვილს რომ რაღაცა პროფესორს არ ემახსოვრება მათი შეხვედრა თავიდან დაიწყება და ყოველი შეხვედრა იქნება მათთვის ახალი და ეს მოლოდინი აქვს ანუ ჩვენც ამ მოლოდინით შეგვიძლია რომ ჩვენი ცხოვრება რაღაცნაირად ასე ვთქვათ შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობები ვინც მასწავლებლები ვართ მასწავლებლებთან ვინც არა ეს ცხოვრებისეული გამოცდილება ვისთანაც გვექნება ანუ შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს საკუთარი თავი ასე ვთქვათ აღმოაჩინონ აი ასე შემიძლია ეს ეპიზოდი ვთქვათ თორე ჩვენ ვერ გავიუქმებთ ახლა ამ შთაბეჭდილებებს და სტიგმებსაც კი რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ რომ მოვშორდეთ ჩვენს გონებაში მაინც ადამიანის გონება ისეთია რომ რაღაცნაირად ალაგებს რაღაცებს და მიუხედავად ჩვენი სურვილისა ჩარჩოებში ვთავსდებით მაგრამ ამ ჩარჩოების რღვევის შესაძლებლობაც გვეძლევა ჩვენ და ამდენად ამაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალი და თუნდაც ეს გამოცდილება პროფესორისა გავიზიაროთ ჩვენ საკლასო ოთახებში იქნება თუ საერთოდ სოციუმში დიახ, სწორედ ამას გულისხმობ, დავიტოვოთ შესაძლებლობა, რომ ასეთ შევხედოთ, თორე ეს, როგორც ვთქვი, ადამიანები ვართ, ამ განსჯის გარეშე გვიჭრს და არ შეგვიძლია, მაგრამ აი რაღაც მომენტებში რომ შევყოვდეთ, შევაჩეროთ საკუთარი თავი და ვთქვათ, მე თუ ამ ბავშვის შესახებ აქამდე მქონდა ასეთი წარმოდგენა, ვიცვლი, ვანულებ, ვიწყებ თავიდან. და ვინც ის იქნებ ერთისთვის ეს იყოს მართლაც ახალი ფურცელი და мотиваცია. ძალიან საინტერესო კომენტარები გვაქვს, აი პირველ ყოვლისა თმენის უნარის გამომუშავებაო, ლანა გვეუბნება მაძიებლობა დიფერენცირებულ მიდგომაზე მეტი მუშაობა. აი ამაზე დამაფიქრა პირველ რიგში. და ნიგვაძეს აქვს კიდევ ესეთი კომენტარი, ჩემი საყვარელი ფორმულა ყოველი სასწავლო წლიდან გახდება კლასში განუნებული გონებით შესვლა და მოსწავლეთა შესაძლებლობების ახალი ფოიერვერკის დანთება. ძალიან მეტაფორაა. ნინო, მადლობა. აქვე აქ რო დავრჩეთ კიდევ ცოტა ხანი, გაგიზიარებთ ეკრანს. იცით, პიგმალიონის ეფექტს ეძახიან იმას, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ბერნარდ შოუს პიგმალიონიდან ეს ციტატა მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა და შეგვიძლია ცოტაოდენი ამ ციტატაზეც ვიფიქროთ. ფაქტობრივად აჯამებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით. ამას ამბობს ელიზა დულიტლი, ეუბნება პიკენს ეუბნება თუ სწორად მახსოვს, ხო? აი ესეთ რამეს ამბობს, ნახეთ. პროფესორ ჰიგინსის თვალში მე ყოველთვის ყვავილების გამყიდველ გოგონად დავრჩები, რადგან ის ყოველთვის ისე მეკცეოდა, როგორც ყვავილების გამყიდველს. ასევე მომექცევა მომავალშიც. თქვენთან კი მართლა შეიძლება ლედი გავხდე, რადგან ყოველთვის ისე მეკცევით, როგორც ლედის შეეფერება და მომავალშიც ასევე მომექცევით. და აქვე მინდა გაგიზიაროთ, აი მე ვახსენე, რომ ჩვენი დარგი პედაგოგიკა არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დარგი, ეს არის მეცნიერება და ერთ-ერთი კვლევა მინდა გაგიზიაროთ ამ ექსპერიმენტს ამომავალი ვარსკვლავები დაარქვეს როზენტალის და იაკობსენის კვლევა არის ძალიან ცნობილი. ეს კვლევა ჩატარდა ბოსტონის ექსპერიმენტი ერთგვარი, რასაც მოყვა მე კვლევა. ბოსტონის დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს უთხრეს მკვლევრებმა, რომ ჩვენო ტესტირება ჩავატარეთ და თქვენი ზოგიერთი მოსწავლე აკადემიური მოსწრების მხრივ სხვებზე წარმატებულია, აჩვენებს მაღალ აკადემიურ უნარებს სხვებისგან განსხვავებით. და მათ დაარწმუნეს მასწავლებლები, რომ ეს მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწევენო.
სინამდვილეში მათ ასეთი პროგნოზისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ და ტესტირებისას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს გვარები და ეს გვარები გადასცეს მასწავლებლებს. მაგრამ აი ამ სოუსით, რომ ესენი არიან განსაკუთრებული. სასწავლო წლის ბოლოს ამ ბავშვების 30%-მა გაამართლა, რომლებიც აი ამ სიაში იყვნენ, ამ მომავალი ვარსკვლავების სიაში, მათ გაამართლეს მოლოდინი 22 ერთეულით გაუმჯობესესო კვლევა ამბობს თავიანთი IQ მაჩვენებელი და თითქმის ყველამ სულ მცირე 10 ერთეულით. ეს იყო ინტელექტის სტანდარტული ტესტით გაზომილი ზრდის მაჩვენებელი. ხო? და მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე იმავე სკოლის სხვა მოსწავლეების, რომლებიც საკონტროლო ჯგუფს შეადგენდნენ. აი ესეთი საინტერესო დასტური ერთგვარი იმისი, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ. მარიამ, ხელი გაქვთ აწეული? დიახ, ნინო, სწორედ ამას ფიქრობდი ახლა და აი კითხვისას როგორ იცვლება თვითონ მოსწავლე თავიდან როგორ ხვდება პროფესორს, როგორი დამფრთხალია, ფიზიკურადაც აი რო ახსენი ეტყობა, რომ რაღაც წილში მხრებში მოხრილია, თავდაჯერებულობა აკლია და როგორ იცვლება ის წიგნის კითხვის განმავლობაში, როდესაც პროფესორთან ურთიერთობს და რაც ცვლის პირველ რიგში ამ ბავშვს, ხომ? ნდობა მის მიმართ და დამოკიდებულება, რომ ის არის უძვირფასესი, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩევა განსაკუთრებული სწავლისადმი რაღაცა მზაობით და უნარჩვევებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არაფერს არ ნიშნავს პროფესორისთვის და მისთვის როგორც ბავშვი არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და აი ეს რწმენა, აი პიგმალიონისა არ იყოს, როგორ აღვიქვამთ ჩვენ ბავშვებს, ხომ? გადამდებია თითქოს და რაღაცა ხელჩასაჭიდი ხდება მათთვის დაინახონ თითქოს იწყებენ ჩვენი თვალებით ყურება საკუთარი თავის მიმართ და აი ეს ეხმარება როგორც მე აღვიქვამ მას, როგორც მასწავლებელი აღვიქვამს ხშირად მას და რა მოლოდინიც აქვს ეს ხდება შემდეგ მისთვის მოტივაცია, დემოტივაციაც და მოტივაციაც. და აი ჩვენს პატარა გმირს ამ წიგნში სწორედ ეს ეხმარება და მე როგორ იცვლება და პიროვნულადაც იცვლება, როგორი მზრუნველი ხდება შემდეგ პროფესორის მიმართ და აი ეს ძალიან კარგი მონაკვეთია ერთი, როდესაც ესა უბრალოდ რაღაც თამაშია, რომელსაც უყურებენ და ამ პროფესორს ახსოვს თავისი დროინდელი რაღაცა მონაწილე ამ თამაშის, რომელიც რა თქმა უნდა ეხლა აღარ მონაწილეობს, მაგრამ ბავშვი როგორ არის მზად რომ ეს წარმოდგენა შეუქმნას და სიხარული გაუხანგრძლივოს. ეს მზრუნველობა ხომ თავიდან რომ არ იყო, მაგრამ შემდეგ შეიძინა. ამ ბავშვმა ან შეიძინა კი არა, უბრალოდ მასში გაღვივდა და ის სიხარულები და ის რაღაცა დადებითები, რაც ბავშვებში არის, ღვივდება სწორედ დამინდობით და დამოკიდებულებით ფიქრობ და ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება დედასთან, როგორი დამოკიდებულება აქვს პროფესორს. და საერთოდ ზოგადად აი ბავშვები ძალიან უყურებენ და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ყველანაირ ფრაზას, რა ფრაზით მოიხსენიებს მშობელი მასწავლებელს და მასწავლებელი მშობელს. თითქოს არ გვისმენენ ბავშვები ამ დროს, მაგრამ ხანდახან ჩემი შვილებშიც კი აღმომიჩენია ჩემგან ესე თქვათ შემთხვევით ნასროლი ფრაზა რამდენიმე ხნის შემდეგ თურმე როგორ ჩარჩენიათ მათ და როგორ ძაფრად აღიქვამენ ყველაფერს. და ის რაღაც სიფრთხილე გმართებს ალბათ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს რომ ეს თუნდაც ეს სამკუთხედი ესე შეკრული იყოს და სწორად ბავშვი იყოს ცენტრი. კი. იტა ეს პროფესია პედაგოგიკა რამდენად დიდ სიფაქიზეს ითხოვს ხო ჩვენგან, იმიტომ რომ მართლაც აი როგორც ვთქვით, როგორც მოტივაცია, ისე დემოტივაცია. ერთმა ფრაზამ შეიძლება ააშენოს პიროვნულად ადამიანი და ასევე ჩამოანგრიოს მისი თვითშეფასება და ძალიან დააზიანოს. და ამიტომ აი როგორც ექიმებს ჩვენც არანაკლები სიფრთხილე და სიფაქიზე გვმართებს. კი. და ახლა თქვენს კომენტარში ისევ ამ სამკუთხედს რომ მივუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი შენარჩუნდეს. და თუ ეს ასეა, როგორ შედეგებზე გავდივართ, აი როგორც ამ პუნქტოს შემთხვევაში. კი, ზუსტად ასეა.
ამ ნაწილში შეხვედრის მინდა კიდევ ერთხელ ერთი პატარა მონაკვეთი წავიკითხო შემდეგი სამსჯელოსთვის, ანუ პირველი რაღაცნაირად თეზისი თუ აფორიზმი, რომელიც გავიყოლეთ აქედან დავტოვოთ აქ, ეხლა გადავიდეთ კიდევ სხვა. ბევრია ძალიან ამ წიგნში, ბევრი რამ არის მოსანიშნე, ყველაფერს ვერ მოვასწრებ, მაგრამ რამდენიმე კი მინდა რომ მოვასწროთ. მარიამ, აი ზუსტად ის მომენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ. შენ რა შვილი ყავს გაოცებულმა პროფესორმა სავალძლიდან წამოიწია და ჟურნალი ძირს ჩამოუცურდა. დიახ, რამდენი წლის? 10-ის, ჯერ სულ პატარა ყოფილა. პროფესორს თვალსა და ხელშუა სახე მოეღრუბლა და მივხვდი, რომ რაღაც ვერ ასვენებდა. ხელი შევანელე, რომითაც ფარს ვურევდი და დაველოდე, როდის მომიყვებოდა რით ფაქტზე რაიმე ისტორიას, როგორც შეიძლება. შენი შვილი ახლა სადაა, რა შვება? რა გითხრათ, აბა, ამ დროს წესით სკოლიდან ბრუნდება. ალბათ არც მეცადინეობს და მაშინვე მეგობრებთან ერთად ბეისბოლის სათამაშოდ გადის. რას მეუბნები? ზედმეტად უდარდელი ხომ არ ხარ? უკვე მზის ჩასვლის დროა. შევიცდი, როგორც ჩანს, აქის შესახებ არსებულ საიდუმლოს ფარდის ახლა არ ეწერა. ამ შემთხვევაში პროფესორისთვის რიცხვი 10 მხოლოდ პატარა ბავშვის ასაკს აღნიშნავდა. არ ინერვიულოთ, სულ 100-ია და მიეჩვია უკვე. ყოველ დღე შენ შვილს უპატრონოდ ტოვებ და აქ ჰამბურგერებს და რაღაცებს ამზადებ? უპატრონოდ არ ვტოვებ. უბრალოდ ასეთი სამსახური მაქვს. წიწაკა და ნიგოზი ჯამში ჩავყარე, ვერ ხვდებოდი რატომ აღელვებდა ასე პროფესორ ჩებიშვილის ამბავი. როდესაც შენ ათხარ სახლში, ამ დროს ვინ უვლის, შენი მეუღლე ბრუნდება ადრე თუ ბებიასთან არის. სამწუხაროდ არც ქმარი მყავს, არც დედა. მხოლოდ მე და ჩემი ვაჟი ვცხოვრობთ ერთად. მაშინ რა გამოდის? შენი შვილი სულ მარტოა სახლში. ბნელო თახშიც მარტოა და მშიერი კუჭითაც სულ მარტოების და ველოდება. დედამისი კი ამ დროს უცხო სახლში ვახშამს ამზადებს. ჩემს ვახშამს რა ცუდი ამბავია. ასე არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება. აღელვებულმა პროფესორმა თავი ვეღარ შეიკავა, წამოხდა. მაგის გარშემო დაიწყო სიარული. თან ტანზე მიკროფ ფურცლებს აშრიალებდა. თმაზე ხელი რამდენჯერმე ნერვულად გადაისვა და უამრავი ქერტლით დასწევდა. სიარულისას იატაკი უსაშუალოდ ჭრაჭინდა. ქურა გამოვრთე და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგი. სანერვიულო, ნამდვილად არაა შევეცადე შეძლების დაგვარად დამემშვიდებინა და ერთ სიტყვით პროფესორი არაფრით არ მშვიდდება. და საბოლოოდ სთხოვს კი არა და უფრო მოსთხოვს ამ ქალს, რომ ეს თავისი შვილიც თან ატაროს ხოლმე მასთან. და შეძლებს იმას, რომ შეუქმნას ამ მოსწავლეს, ამაზეც უკვე ვილაპარაკეთ, აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო, რომელშიც ეს ბავშვი იფურჩქნება. აი პედაგოგიკის მთავარ კანონებს რომ დაგუბრუნდე, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ზუსტად ისე როგორც მედიცინაში, ჩვენ სფეროშიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კანონი არის არ ვავნო. ეს ერთი და მეორე. ნდობით აღჭურვილი გარემო შევუქმნა, ატმოსფერო, რომელშიც მას ექნება გარანტია იმისი, რომ იქნება უსაფრთხოდ და შეიძლება ნებისმიერ მის კითხვაზე პასუხის მიღება რაოდენ გიჟური, ან უზრდელური, ან უზნეო კითხვაც არ უნდა ჰქონდეს. ან ნებისმიერი ასეთი საქციელით მე შევუქმნა ჩემს მოსწავლეს განცდა, რომ ნებისმიერი რაღაცის ჩადენის შემთხვევაში მას შეიძლება ჩემთან მოსვლა და ყოველგვარი განსჯის გარეშე ჩვენ შევეცდებით ერთად რაღაც გამოსავლის პრობლემას. აი ეს ამაზე მინდა კიდევ ახლა შევყოვდეთ ცოტა ხნით და ვისაუბროთ. არ ავნო, ზუსტად ისე როგორც მედიცინაში, ჰიპოკრატეს ფიჩშიც არის მე მგონი ეს ფრაზა. და შევქმნა როგორც მასწავლებელმა უსაფრთხო ნდობით აღჭურვილი გარემო. აქ ერთსაც დავამატებ, ხშირად მსმენია ხოლმე, რომ მე ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო მეგობრები, ზოგჯერ გვაქვს ხოლმე ეს მიმართება ან სურვილი. ნამდვილად ვყავს მეგობარი, რომელიც იყო ჩემი ყოფილი მოსწავლე, ახლა ეს არის ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი, მაგრამ როცა ვფიქრობ ხოლმე, რამდენად სჭირდებათ მათ ჩემი სახით ახლო მეგობარი და რა დეფინიციას, რა მნიშვნელობას ვდებ მე მეგობრობაში და რამდენად შემიძლია გავუწიო მეგობრობა, ან მან გამიწიოს მე მეგობრობა, აი აქ მეცლება ხოლმე რაღაცა ოპტიკა და მიმართულება და მგონია რომ თუ კი მე მივაღწევ და მას გავუჩენ აბსოლუტურ უპირობო ნდობას, აი მანდ მექნება მიზანი მიღწეული. ანუ მეგობარს ის იპოვის თავის ასაკობრივ კატეგორიაში, მე კი დავრჩები ადამიანად, რომლის მიმართაც მას ექნება უპირობო ნდობა.
ხო? აი აქაც საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების გაცნობა, თქვენი თვალსაზრისი როგორი არის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც წავიკითხე, როგორ ღელავს პროფესორი, რომ სადღაც 10 წლის ბავშვი შეიძლება იყოს მარტო და როგორ უნდა რომ მოიყვანოს იქ, სადაც ის ნამდვილად იქნება უსაფრთხოდ. და აი ეს ნაწილი რაც მახსენე, თავარი კანონი პედაგოგიკის არ ვავლო. აქ კიდევ ერთ რაღაცას გავიხსენებ, როგორც მასწავლებლები ხშირად ვდგებით ხოლმე მოსწავლეების პირისპირ, ისინი გვიზიარებენ რაღაცას, შევყურებთ და გონზე არ ვართ რა არის სწორი. აი რა არის სწორი, რა უნდა ვუთხრათ, რა უნდა ვურჩიო, ან საერთოდ რჩევისთვის არ არის მოსული რაღაცას მიზიარებს. აი აქ ამ მომენტში პირდაპირ მენთება ხოლმე აი ეს კანონი, რომელსაც ახლა დღეს ასე ხშირად ვახსენებ, არ ვავნო. თუნდაც რჩევით, რომელიც შეიძლება მას არ უთხოვია იმ მომენტში. და როგორც ალტერნატივა, ყოველთვის და უპირობოდ აი ეს ნდობა ჰქონდეს ჩემი. რომ მოვიდეს ნებისმიერი კითხვით, რომელიც აინტერესებს, ან ნებისმიერი ქმედების ჩადენის შემდეგ, რომ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს გავამართლებთ, რაც მან ჩაიდინა, არა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ერთად ის იპოვის სწორ გზას ან სწორ გადაწყვეტილებას, ან უბრალოდ გაგვიზიარებს. თუ გქონიათ რაიმე ესეთი გამოცდილება თქვენს დაგსურთ გაზიარება. სანამ დასკვეთ ნაწილზე გადავალთ შეხვედრის მოვისმენდი. ეს თვალსაზრის აი ამ პედაგოგიურ კანონებთან დაკავშირებით. აი ბოლო შეკითხვაზე ნინო პროფესორის პასუხი გამახსენდა, რომ ტექსტიდან, რომ როდესაც რაღაც არ იცოდაო, ძალიან ფაქისად გვეკითხებოდაო და ამას არ მალავდაო, როდესაც მან რაღაცა არ იცოდაო და მთელი გულისყურით გვისმენდაო და ელოდა ჩვენგან პასუხსო და მე მგონი ძალიან სწორია, აი მოსწავლე როდესაც გვეკითხება, მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ არ ვიცი პასუხი, მაგრამ იმ წუთას მოვიკატუნო თავი და ვუმტკიცო რაღაცა ფრაზებით, რომ ეს ასეა და რაღაცა მეც შეიძლება არ მქონდეს გამოცდილი და ამას ხელად გრძნობენ ბავშვი არის და მოზარდი მით უმეტეს არის ის რომელიცაც უბრალოდ ვერ მოატყუებ აი გრძნობს სანამ იტყვი მანამდე გრძნობს რამდენად გულწრფელი ხარ და ალბათ იმის აღიარება რომ არ ვიცი ყველაზე კარგი პასუხია ხოლმე რომ დაიცვა თუნდაც აი ეს ექიმის ქმედებისგან რომ რაღაცა შეცდომა არ მომივიდეს ჯობია ალბათ აღიარება იმისა რომ არ ვიცი არც მე არ ვიცი და ერთად შეიძლება რაღაცა პასუხამდე მივიდეთ ან ვერც მივიდეთ მაგრამ ეს ძიების პროცესი საინტერესო აღმოჩნდეს ხო აი ზუსტად ეგ მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არ ვიცი მაგრამ მოდი ერთად ვიპოვოთ ხო და მოდი მოვიძიოთ. შენ მოიძია აქ, მე მოვიძიებ აქ. მე გაკვეთილებზეც ძალიან ხშირად მithქვამს, მაგალითად, სვამენ რაღაც კითხვას, ან ფაქტობრივია, ან ჩემი პროფესიიდან რაღაცას მეკითხები, ან ვამბობ, არ ვიცი, მაგრამ მოდი ახლა შეგვიძლია რა გავაკეთოთ. შენ წახვალ ბიბლიოთეკაში ვიღაცა შევა კომპიუტერების ოთახში ჩართავს Google-ს და მე ესენი მოდიან ამ ინფორმაციით. ან მოვძებნით, ან ვერ მოვძებნით, მაგრამ ამას მართლა თვითონ პროცესი არის აქ ღირებული და არა სხვათა ეს ლაშქრობის დროსაც ეს სულ მაქვს ხოლმე რომ არასოდეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რომელიღაცა მთისწვერზე ავალ თუ ვერ მევალ თვითონ პროცესი არის ხოლმე იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ ეგ ხდება მეორე ხარისხოვანი კი და ის შობლისა და შვილის მიმართ დამოკიდებულება რაზეც აი პროფესორი ღელავს ხომ ძალიან ისეთია დღევანდელ ყოველდღიურობას კარგად ეხმიანება. ხშირად გვიწევს მშობლებს მით უმეტეს, როდესაც მშობელი მასწავლებელია და მასწავლებლობა ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი დამღლელი და ბევრი რამის მომცველი პროფესიაა, ხომ? საკუთარი შვილებისთვის შეიძლება ენერგია აღარ მოგყვეს და აღარ გიყოს, ხომ? და ესეთი იყო, რა ქვია, რაღაცა შემოვაწუნებასავით პროფესორის ეს დამოკიდებულება და სწორი ძალიან, ხო, რაღაცა შვილი, ისეთია, მნიშვნელოვანი საქმეზეც ხანდახან, მაგრამ ბევრ მშობელს არ ეძლევა ესეთი კარგი პროფესორი თავის სივრცეში. აი, ლანაწერს დაახლოებით გავს იმას, რომ როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ კარგად. ხო, ესეა. არ ვავნო, ისეთი რამ არ გავაკეთო, რაც მას ან დააშინებს, ან ნდობას დაუკარგავს. ხო,
ნინო გვიზიარებს კიდევ რომ ერთადერთ რასაც მცირეწლოვან ფილებს მთხოვ, მუდამ არის ნებისმიერი საკითხის ჩემთვის გაზიარება, ნდობა, რომ ერთად ვიპოვით გამოსავალს. ხო, ნდობა რომ ერთად ვიპოვით გამოსავალს. აქ კიდევ ერთ რაღაცას ზე შევაჩერებ ყურადღებას. ნდობის მოპოვება არის ძალიან ფაქიზი რამ. მე მწამს რომ ნდობის მოპოვება არ ხდება ვერბალურად. ანუ მე რამდენიც არ უნდა ვიმტკიცო მოსწავლეს თუ შვილს ყველაფერში უნდა მენდო, ყველაფერი უნდა მომიყვე, ასე არ ხდება. ნდობა იგება მხოლოდ ქმედებებით და იგება აი ზუსტად ისე როგორც ამ წიგნში არის. რაღაცნაირად თითქოს პინგ-პონგს თამაშობენ ესენი მაგიკის ჩოგბურთს, ხო? და საბოლოოდ იგება ის ნდობით აღჭურვილი გარემო, რომელშიც ბავშვი იფურჩქნება და თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოხატავს. და აქ ჩვენი შეხვედრის დასკვნით ნაწილზე აი კიდევ ერთ პედაგოგიურ რაღაც კანონზე მინდა ვილაპარაკოთ და ეს არის ის რომ მასწავლებლების მარიამმა თქვა რომ ბევრი რამ გვევალება და ზოგჯერ მართლა არის ჩვენი პროფესია სრულად გამომწურავი ენერგიისგან იცლები ხოლმე იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა და რაღაც შინაარსების მოხუცვა ბავშვების ტვინსა და გონებაში. ეს არის გაცილებით მეტი. ხო და აი ყველაფერთან ერთად გაგვევალება კიდე ჩვენ როგორც მასწავლებლებს, რაც ამ წიგნში შესანიშნავად არის გაშლილი, არის ის რომ თითოეულ მოსწავლეში ვეძებოდა აღმოვაჩინო რაღაც ღირებული და უნიკალური. და აქ მგონია მნიშვნელოვანი ასეთ რაღაცის დამატება. რაღაც განსაკუთრებული ნიჭი კი არ ვეძებო ან განსაკუთრებული ტალანტი, არამედ რაღაც უნიკალური მისი თვისება და ეს საერთოდ შეიძლება იყოს აცდენილი ჩემს საგნობრივ კომპეტენციას, მაგალითად მაგარია თუ არა მათემატიკაში, ქართულში თუ ნებისმიერ სხვა საგანში, არა. საკლასო ოთახის ერთ-ერთ მეტაფორად, მე მიყვარს ხოლმე მეტაფორებით აზროვნება და რაღაც სურათხატების წარმოდგენა. ერთ-ერთ მეტაფორად კიდევ მესახება განძის კუნძული. საკლასო ოთახი ნამდვილად არის განძის კუნძული და მასწავლებელი არის განძის მაძიებელი, რომელიც ამ კუნძულზე ეძებს და პოულობს თითოეულ მოსწავლეში რაღაც უნიკალურს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ნიჭი, რაღაც განსაკუთრებული ტალანტი, მაღალი აკადემიური მოსწრება, არა. ნახეთ, ეს შეიძლება იყოს თითოეულს გაგახსენდებათ ახლა მოსწავლე, რომელსაც აქვს თქვა განსაკუთრებული უნარი კლასში შექმნას ატმოსფერო. აი როცა ეს მოსწავლე არის კლასში, ატმოსფერო არის განსაკუთრებით სახალისო. ვიღაცა ჩუმად თავისთვის ზის და ორიგამის ფიგურა. ყველა ეს მაგალითი არის ჩემი პირადი. ორიგამის ფიგურებს აკეთებს, მთელი გაკვეთილი, ამითია დაკავებული. აკეთებს მშვენიერეს ფიგურებს, გაკვეთილის ბოლოს მოაქვს და გიდებს მაგდასთან უსიტყვოდ. შეიძლება საერთოდ არ ჩაერთოს გაკვეთილში და მხოლოდ ისმინოს, მობილივით შეიწოვოს. ვიღაცას აქვს საოცრად მშვენიერი ღიმილი, ხო? რომელსაც რომ უყურებ რაღაცნაირად გიფინება შენს გადმომდები ღიმილი, ან გული გევსება სიტყვით. ვიღაცას აქვს მხარდაჭერის უნარი და ესეც არის ტალანტი, ესეც არის ნიჭი, რომელიც არის აღმოსაჩენი აი ამ განძის კუნძულზე და წინ წამოსაწევი. და ყოველი წლის ბოლოს მე ვაკეთებ ხოლმე სიტყვიერ შეფასებებს მგზავნი მოსწავლეებს. და აი აქ ამას ვაკეთებ წლების განმავლობაში და აქ ვაწყდები ხოლმე ხშირად სირთულეებს იმ მოსწავლეებისადმი მისაწერილების დროს, აი როდესაც თქვათ მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში ესე გვიყვა შენ მასწავლებლის თქმა აქტიურად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხო? თქვათ ხელს არ წევს, არ გამოაქვს საკუთარი შეიძლება ნაწერში რაღაც გამოავლინოს, იშვიათად შეასრულოს საშინაო დავალება, იმ საშინაო დავალებაში თქვათ ბატიფეხურში ან ცუდად შესრულებულში რაღაც მარგალიტი წინადადება ჩასვას. და აი ამ შეფასების დროს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე სიტყვიერი წერილები დავარქვათ, სიტყვიერი შეფასების დროს, ამ წერილების დროს აი ამაზე გავამახვილო ყურადღება, რომ შენი ყოფნით კლასში განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. ან მაგალითად ვიღაცას აქვს კითხვების დასმის შესანიშნავი უნარი, აი კითხიდა ბავშვები რო არიან, ხო, მოსწავლეები. მათ შორის ისეთ კითხვებსაც სვამენ ხოლმე, აი რა ინტერესებს, ხა ეს ჩაიჭრება თუ არ ჩაიჭრება. ხამან იცის ამაზე პასუხი თუ არ იცის, ყველაზე მეტად ესეთი ტიპები არიან საინტერესოები, ხო? და იქ აუცილებლად ვეუბნები, რომ შენი დასმული კითხვების წყალობით გაკვეთილი გახდა გაცილებით უფრო საინტერესო. ან შენი აქ ყოფნით წლის განმავლობაში რამდენჯერმე შევამჩნია, როგორ გამოხატე მხარდაჭერა შენი კლასელის მიმართ ან მეგობრის მიმართ. და მხოლოდ გაკვეთილზე კი არა, შესვენებაზე შემჩნეული მისი რომელიღაცა თვისება.
აი ამ თვალით შეხედვა საკუთარი მოსწავლეები და საკლასო ოთახის საკლასო ოთახს რო შევხედო როგორც განძის კუნძულს და ვეცადო აი ახლა მომავალი სასწავლო წელი მოდის ვეძებო და აღმოვაჩინო ეს განძი და რო აღმოვაჩენ მე სხვისთვისაც გავხადო ეს თვალსაჩინო თუ კი გაიხსენებთ რომელიმე ესეთ რაიმე ესეთ გამოცდილებას თუ გახსენდებათ და გაგუზიარებთ და ამითი შეგვიძლია ამ შესანიშნავ ნოტაზე დავასრულოთ მე როგორ შეხვედრა. აი, როდესაც გიფიქრიათ, თქვათ, მოსწავლეზე ან გამოუვლენია რაღაც თვისება, რაც მანამდე ან ხვებთან ვერ მოხდა. და აი ჩვენს გაკვეთილებზე ჩვენ დავინახეთ ეს და რომ დავინახეთ მე წყალი დავუსვით იქ სასოფლო დაუყარეთ ნიადაგი შევქმნით და მე ეს ამბობთ. არიან ეხლა აი ზუსტად ეხლა გამახსენდა ერთი ბიჭუნა მყავს დემეტრე ქვია და როდესაც მოიყვანა მშობელმა ჩვენთან ხო ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. აი საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ნუ აი უბრალოდ ისე ხუმრობთ ერთმანეთში და თვითონაც ძალიან ისეთი არის. ძალიან ხალისიანი და ისე ხუმრობს ვერ შეატყობ, რომ შეიძლება ხუმრობდეს იმ წამს. და მშობელს გავუზიარე ეს რომ ვაიმე რა საოცარი იუმორი აქვს მეთქი დემეს თქო და ვაიმე რას ამბობთო მართლაო? მეუბნება და კი მეთქი რა ვიცი მე გამიკვირდა ის რომ მისთვის იყო ეს რაღაცა ეს აღმოჩენა და იცით რომ აი ჯერო მასწავლებელსო ესა არ უთქვამსო და არადა ისევ დარდობდიო იმაზე რომ ისო ვერ გამოხატავდაო საკუთარ თავსო აი ამ კუთხითო და მე ხო ვიციო სახშიო როგორიო ხუნჯიც არისო და აი ეს იყო ჩემთვის იმდენად სასიხარულო აღმოჩენა რომ რაღაც ესე იგი ის გაიხსნა და სასიამოვნო არის მისთვის რაღაცა კუთხით ჩვენი შეხვედრები და ეს იყო ჩემთვის ძალიან ისეთი კარგი მაგალითი იმისა რომ შეიძლება აი უბრალოდ ხო და აი მე სულ აღნიშნავდი ხოლმე რომ შენ გაქვს მეთქი არაჩვეულებრივი იუმორი და ერთი მყავდა კიდე უბრალოდ მყავს მოსწავლე აი პირველი კლასიდან რომელსაც მოვყვები და ესე იგი გაკვეთილზე ყოველთვის ჩვეოდა ასეთი რამ ხო ავხსნიდით და მგონია რომ დასრულდა ეს ახსნა განმარტებები და ყველაფერი რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და აი ელენეს თვალებში იყო სულ კითხვის ნიშნები რატომ ეს როგორ რანაირად და ეს გვიწევდა ახლიდან ესე იგი მეც და უკვე ბავშვებსაც ელენესთვის რომ თელი გაგვთვლი ან და აგვეხსნა და ამ ახსნებში ხო ჯერ უამრავ რამეს აღმოვაჩენდით ხოლმე და მე გვიწევდა რაღაცა სხვა ფრაზების მოძიება სხვა სიტყვების მოძიება რომ ელენესთვის აი რაღაცა ეს გაკვეთილი უფრო სხვანაირი კუთხით დაგვენახა და მე სულ აღნიშნავდით ხოლმე რომ ელენეს აქვს უნარი იმისა რომ ეს კითხვები მოიფიქროს და ხო ზოგჯერ გულის გამაწვრილებელიც მაგრამ ეს ამბავი ძალიან ისე გვახალისებდა ხოლმე ჩვენ და ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ეს ბავშვებში რომ რაღაცა მსგავს რაღაცებს აღმოაჩენ და როდესაც ყველაზე კარგი ის არის რომ ბავშვი არ ფასდება ამ დროს მხოლოდ იმით რომ რაღაცა საგანში მაღალი ქულა ეწერება თუ არ ეწერება აი საგანი იცის თუ არ იცის რომ თურმე ის ფასობს არა მხოლოდ ამით იმითაც რომ მას ამ კლასის მიღმა აქვს ისეთი უნარჩვევები რაც არა მარტო სამეგობრო წრეში ან ოჯახის გარემოცვაში აი აქაც საკლასო ოთახშიც აღმოაჩინეს და დააფასეს. ეს მეტნდობას იწვევს ხოლმე და თავდაჯერებულობას მატებთ ხოლმე ბავშვებს. მარიამ ძალიან საგულისხმოა თქვით ახლა თქვენ აი სამკუთხედს რო დავუბრუნდეთ, ჩვენ თვითონ როგორ შეგვიძლია მასწავლებლებს, პედაგოგებს ეს სამკუთხედი გავააქტიუროთ. აი რაც თქვენ გააკეთეთ არის არაჩვეულებრივი, ანუ მშობელს გავუზიარო აი ესეთი დეტალები, რაც მე შევამჩნიე. და სხვა თვალით დავანახო საკუთარი შვილი, იმიტომ რომ მშობლებიც არანაკლები არლიყებთ და სტერეოტიპებით უყურებენ თავიანთ შვილებს. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და მეორე კითხვების დასმა არის ნამდვილად სუპერ ძალა, აი ასე ვუყურებ. მე ადამიანები რომლებიც სვამენ ბევრ კითხვებს არიან განსაკუთრებით საინტერესოები და ნამდვილად ბევრს ძენენ სამყაროს და კლასს და სოციუმს. ხო, მადლობა გაზიარებისთვის. ლანა და ელენე, ლანა ისმენთ დიახ, მოკლედ მე იმაზე მინდოდა, ანუ თქვენ მარიამ თქვენგან
თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამახსენდა ასეთი რამ, რომ ჩემს შვილს ვუთხარი, რომ აუცილებლად დასვი კითხვები, იმიტომ რომ თუ ვინც კითხვებს არ სვამს, შესაბამისად არ აქვს პასუხები მეთქი და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ იმ სიტყვას დავესესხები ახლა მარიამს, აი გულის გამაწვრილებელს კითხვებს სვამდა ხოლმე, აქედან გამომდინარე და ერთ დღეს მე რომ მკითხე, რომ მათე რატომ გაქვს ამდენი კითხვები, ასეთი რაღაც მითხრა, რომ ანუ პასუხები არ მექნება თუ კითხვებს არ დავსვამო. და კიდევ ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო ბავშვებში, მე არ ვარ მოქმედი მასწავლებელი და ასე შემდეგ. ოცნებაა ჩემი ეს. მოკლედ ახლა ვსწავლობ სკოლამდელი აღზრდის პროფესიას ვეუფლები ახლა ამ ეტაპზე. და ესე იგი დამოუკიდებლობის განვითარება მე ვფიქრობ ასე და დღეს არის მონტესორის დაბადების დღე და ტყუილად არ დაემთხვა დღევანდელი დღე მე ვფიქრობ და მონტესორის პედაგოგიკიდან თუ ავიღებთ ჩვენ მაგალითად ერთ რაც პოსტულატი შეიძლება იყოს მის პედაგოგიკას ესე უძღვის ეს ყველაფერი აი დამეხმარე რომ თვითონ შევძლო გაკეთება ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბება და განვითარება აი ამ უნარის ბავშვებში იქნება მასწავლებლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ახლა ეს თქვენ არ გაშლებათ დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ამაზე მინდოდა უბრალოდ ჩემი ყურადღება გამემახვილებინა. მადლობა. ეს მათეს ქონია ეს სუპერ ძალა კითხვების დასმის გენერატორი. კი და ნუ დღემდე ასეა 12 წლის არის ახლა ის და სულ სვამს კითხვებს. სულ მედი ასეც გავგრძელებ. ელენე დიახ, ახლა ძალიან ბევრი ბავშვის სახემ გაიელვა ჩემს მეხსიერებაში და რაც შემიძლია გავხსენო, ხო პირველი იმას ვიტყვი, თქვენც თქვით ნინო, რომ ამ მშობლები იწყებენ ხოლმე ამ კლიშეების მინიჭებას ბავშვებისთვის და ხო ცელქია, რომ რაოდენ უწყინა, რადაც არ უნდა ჟღერდეს, სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ანუ სულ ამაზე ვსაუბრობ, რომ ხო, შეიძლება ბევრი მოძრაობა უნდა უყვარს, სხვანაირად როგორава და რაღაც ანუ ვცდილობ ხოლმე, რომ მშობლებსაც ვაჩვენო, რომ აი შეფასებას ვაკეთებ ხოლმე რაღაც როდესაც ასეთი საუბრები გვიწევს, რომ აღწერითი იყოს, რაღაცის ფაქტები აღნიშნო ხოლმე და არა ვთქვა პირდაპირ დავიწყო შეფასება, რომ იზარმაცა და ყოჩა, ანუ ხო ეს ძალიან ასე მაქვს უკვე გამჯდარი და რაც შეეხება ჩემში ეს არ მინდა ხოლმე რომ ნიჭიერი ბავშვები მიღმა დამრჩნენ რა თქმა უნდა მაგრამ უფრო ძლიერი მხარე ჩემში არის ხოლმე რომ მორცხვი მორიდებული მოსწავლეების ძალიან კარგად გამომდის შეთამამება ასე ვთქვათ და მოქნილებად გადაიქცევიან ხოლმე რა თქმა უნდა ერთ თვეში და ორ თვეში არა მაგრამ რაღაც ეტაპებზე რომ გავიხსენებ ხოლმე რომ რა ხდებოდა არ ვიტყვი რომ ყველაფერი ჩემი დამსახურება მაგრამ მე ვგრძნობ ხოლმე რაღაც ჩემ წვლილსაც და წეღანა იმ ახსენა ლანამაც ხო ლანამაც ახსენა საუბრობდა მაგრამ ზუსტად იცით რა გამახსენდა მეც რომ აი მნიშვნელოვანია რომ ხო ბავშვებმა საკუთარი თავის ირწმუნონ და იმ მომენტებში იმ სიტუაციაში შეაქო რეალურად რაც გააკეთა რაც გამოუვიდა და ეს როგორი მნიშვნელოვანია რომ აი ეს დადებითებზე გაამახვილო ყურადღება სულ ყოველდღიურად ვწმუნდები ხოლმე ამაზე და ყოველდღე გეძლევა ესეთი პრაქტიკები მყავდა მოსწავლე რომელსაც კითხვის ქართულს ვასწავლიდი მეორე კლასიდან და პირველი როდესაც დავიწყე მასთან მუშაობა აღმოჩნდა რომ მან არ იცოდა წერა და კითხვა იყო ნუ კოგნიტური ჩამორჩენა იყო